გუშინ გვიან ღამით პირველი წუთებზე საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებისას განმარტა, რომ ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს, სხვათა შორის ამ მიზეზების დადგენა ამ დრომდე, თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემამ მოახერხა და ოფიციალურ განცხადებაში ჩაწერა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაციაო და მოუწოდებთ მედია საშუალებებს დაეყრდნონ მარტო ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგანო. დენი არ იყო და რას ავრცელებდა მედია ნაკლებად ვარ საქმის კურსში. მოკლედ, ელექტროენერგიის და მოგვიანებით წყლით უზრუნველყოფა სრულად იყო აღდგენილი თბილისში, გათიშვიდან დაახლოებით საათნახევარში და ეტაპობრივად ხდებოდა საქართველოს ასევე სხვა რაიონების და რეგიონების ელექტროენერგიის მომარაგებით აღდგენაც. გათიშვის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა ენგურზე მომხდარი ავარია, რაზეც ვაზუსტებთ ინფორმაციას ჩვენი თვე და მოგვიანებით მოგახსენებთ. ისევე როგორც ცხადია, აუცილებლად შევეხმიანებით სახელმწიფო ელექტროსისტემას, ხოლო რატომ ვერ მოხდა ესეთ შემთხვევებში პარალელური წყაროების ამოქმედება, გადართვები თუ იმპორტის და სხვა ბაზისური საშუალებების, ამასაც ცხადია მოვიკითხავთ. ყველას სინათლეს, ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ.